მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. იმედი მაქვს რომ საინტერესო იქნება დღეს თქვენთვის ეს შეხვედრა. იმედი მაქვს რომ ემოციურ სფეროსთან გაქვთ კონტაქტი და ყოველდღიურად აფიქსირებთ გარკვეულ ემოციებს და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იქნება როგორც ინფორმატიული, ასევე ალბათ პრაქტიკული. მინდა რომ თქვენთან ერთად გავიაროთ კონკრეტული რაღაც საშუალებები, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება რომ დაგეხმაროთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ან კითხვები რაც გაქვთ, ამომწურავად გაგცეთ პასუხი იმის მიხედვით, ვთქვათ, თქვენი ინტერესი რა იქნება. ვეცდები რომ ძალიან მარტივად აგიხსნათ, არ მიყვარს ესეთი რაღაც ტერმინოლოგიით დატვირთული, ასე ვთქვათ, საუბარი, ვინაიდან ვთვლი რომ მნიშვნელოვანია ნამდვილად გესმოდეთ ის რაზე არის საუბარი, ამიტომ თუ რამე იქნება გაუგებარი მაინც, ჩემთვის ძალიან ესეთი მოხარული ვიქნები თუ კითხვებს დამისვამთ და ამაზეც სამომწურავ პასუხს გაგცემთ. რაც შემეხება მე რამდენიმე სიტყვას გეტყვით, ანუ კლინიკური ფსიქოლოგი ვარ და შესაბამისად ჩემი მუშაობა მოიცავს ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობას და ძირითადი ნაწილი ეთმობა რა თქმა უნდა ემოციებს და ემოციებიდან გამომდინარე მომმართავენ ხოლმე ადამიანები და ითხოვენ გარკვეული სახის დახმარებას, ასე ვთქვათ. მინდა რომ თავიდანვე ცოტა გააქტიურდეთ, არ მიყვარს ხოლმე ისეთი ფორმატი, როდესაც მხოლოდ მომხსენებელი საუბრობს და 1 საათი რო პასიურად იყოთ, მგონია რომ თქვენი ყურადღებაც ძალიან განლევადია, როგორც ყველა ადამიანის და არ მინდა რომ მოდუნდეთ და ვთქვათ, სადმე გაგიქცეთ ეს ყურადღება, ამიტომ პირველ რიგში გკითხავდით დღეს როგორ გრძნობთ თავს, როგორ ხასიათზე ხართ და რომელიმე ემოციას თუ აფიქსირებთ კონკრეტულად ახლა მაგალითად. ჯერ მე დავიწყებ, ანუ მე ცოტა აღელვებული ვარ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი დამხვდა და თან ყველა უცხოა, ასე ვთქვათ. და თან ძალიან მიხარია და გახარებული ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ის ინფორმაცია და ცოდნა, რომელიც მაქვს, მიხარია ხოლმე, როდესაც ვაზიარებ და სხვა ადამიანებსაც აქვთ საშუალება, რომ გამოიყენონ შემდგომ უკვე ეს ინფორმაცია საკუთარ ცხოვრებაში. ვისაც სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა, არ არის სავალდებულო და ძალდასატანი ამბავი, მაგრამ თუ სურვილი გაქვთ, იქნებ გაგვიზიაროთ ახლა ამ წუთას როგორ გრძნობთ თავს და რომელიმე ემოციას თუ აფიქსირებთ, ასე ვთქვათ, თქვენს თავში. ონლაინაც თუ ვინმეს აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, შეუძლია შემოგვიერთდეს. გისმენთ? თავს ფანტასტიკურად ვქნათ, იმიტომ რომ დიდი ხნის ვაცლება ამბობდა. გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხავდი და ერთგვარი ბედნიერების განცდა. დიდი მადლობა. ბედნიერება. ერთი ემოცია დავაფიქსირეთ უკვე. სიმშვიდე, მადლობა. მოლოდინი. რაღაცის კარგი რაღაცის მოლოდინი, კმაყოფილება. და ყველა სამშაბათ დღის შემდეგ კიდევ 8 საათზე აქ ამოვედი. კი ბატონო. კიდე ხომ არ ახლის შეცნობის სურვილი, გისმენთ? სიამოვნებისა და კარგი მოლოდინის, ასევე ეძახები ამას. ის კანონიერი სიამაყე დღეს სამსახურის მთელი დღის მუშაობის შემდეგ ექიმი გახლავართ და ერთ დღეში ჩვენი კლინიკა 3-ზე მეტ ახალ სიცოცხლეს გვქონდით, შევიდით დღეს ბევრი გამორჩეული საინტერესო დღე ჰქონდა და აქეთ როდესაც მოვჩქარობდი ჩემს მეუღლესთან ერთად უბრალოდ ცალ-ცალკე ასეთი ინტერესი რომ დავინახე მეც თქვენი არ იყოს სხვა სიამოვნება ვიქცე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კიდე ხომ არ გინდათ ვინმეს გაზიარება? კარგით, ზოგიერთი რაც გააზიარეთ იყო ემოცია, ზოგიერთი იყო გრძნობა. ამიტომ დღევანდელი ჩვენი საუბარი ნაწილობრივ ამასაც დაეთმობა, რომ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ემოციები და გრძნობები, იმიტომ რომ ხშირად გვერევა ერთმანეთში ეს ორი რამ და შეიძლება შემავსებელი იყოს, ასე ვთქვათ, თუ კი გვეცოდინება რომელია და უფრო ნათელი გახდეს მაგალითად ის თუ რასთან გვაქვს საქმე, ანუ არის ეს წმინდად გრძნობა, არის მხოლოდ ემოცია, თუ არის ორივე ერთად, იმიტომ რომ არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ემოცია და გრძნობა შეიძლება ერთად იყოს წარმოდგენილი. მაგალითად, სიხარული არის ნამდვილად ემოცია და არის ერთ-ერთი ბაზისური ემოცია, რომელიც პოლ ეკმანმა გამოყო იმ 6 მთავარ ემოციას შორის, რომელიც განიხილა, ასე ვთქვათ, შემდგომ. კმაყოფილება გაჟღერდა, მოლოდინი გაჟღერდა, გარკვეული ასე ვთქვათ, გრძნობები გაჟღერდა, რომელიც პირდაპირ ემოცია არ არის, მაგრამ არის გრძნობა, შეგრძნება, რომელიც შეიძლება გქონდეს ადამიანებს
და რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ემოციასთანაც. მაგალითად, შესაძლოა ვიყო გახარებული და ამავე დროს ვიყო ძალიან კმაყოფილი მაგალითად, ხო? და ერთმანეთს რაღაცით ავსებდეს ეს ორი მდგომარეობა და გარკვეული ინფორმაციის მომცემი იყოს კონკრეტულად მაგალითად ჩემთვის. რაც შეეხება თვითონ განმარტებას, ემოცია არის ერთგვარი უკუკავშირი იმაზე თუ რას განვიცდით ადამიანები გარემოსთან ურთიერთობაში. ანუ ეს არის ერთგვარი პასუხი იმაზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება. მაგალითად, რომ გავიხსენოთ გარკვეული შემთხვევები, თუ რაღაც პრობლემა წამოიჭრა, მაგალითად, არ ვიცი, საცობია და სადღაც გაგვიანდებათ, ხო? კონკრეტული ეს სიტუაცია, რომ საცობში მოხვდით, თქვენში იწვევს გარკვეულ ემოციურ უკუკავშირს, მაგალითად, ბრას და იმას, რომ იმ დროს შეიძლება აღელვდეთ მაგალითად, ან რაიმე თქვათ, ან რა ვიცი, განრისხდეთ, ან ასე შემდეგ. ყველა სხვადასხვანაირი უკუკავშირები გვაქვს ხოლმე. ეს უკუკავშირები ასევე დამოკიდებულია იმაზე კონკრეტულად როგორი გამოცდილება გვაქვს მიღებული. და რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება ძალიან ღრმა ბავშვობიდან და იქიდან ზოგადად ვისთან გვიწევდა ურთიერთობა, როგორ სიტუაციებში ვხვდებოდით, როგორი უკუკავშირები ჰქონდა გარემოს ჩვენს ქცევებზე, ან მაგალითად ჩვენ როგორ ვრეაგირებდით კონკრეტულ რაღაცებზე, რაც ჩვენს გარშემო ასევე მიმდინარეობდა. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ემოციების დიდი ნაწილი შეიძლება იყოს არაცნობიერი. ანუ არ ვიცოდეთ მისი საწყისი და არ ვიცოდეთ ის საიდან მოდის ეს ემოცია კონკრეტულად რატომ მოდის და მაგალითად რატომ შეიძლება რომ ვიღაცა ბრაზდებოდეს რაღაც შემთხვევაში და იგივე ანალოგიურ ზუსტად იგივე შემთხვევაში ვიღაცა სხვა ადამიანი არ ბრაზდებოდეს მაგალითად. არ ქონდეს არანაირი ვთქვათ რაღაცა ემოციური ბმა ან ჰქონდეს, მაგრამ ჰქონდეს რადიკალურად განსხვავებული მაგალითად არ იყოს გაბრაზებული, მაგრამ იყოს გახარებული, იმიტომ რომ საცობში დგომის დროს მაინც შეუძლია რომ პირობითად მოусმინოს მუსიკას და ამით მიიღოს სიამოვნება და არ განიცადოს ის რომ სადღაც ძალიან აგვიანდება მაგალითად. ამიტომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მაინც როგორ გარემოში მოგვიწია ყოფნა და როგორი გამოცდილებები დავაგროვეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნა, რომ ასე ვთქვათ, ემოცია არის ერთგვარი, რადგან ვახსენე არაცნობიერი, ასევე არის ჩვენგან ნებას არიღებს, უნებართვოდ ჩნდება, ხო? ანუ ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ კონკრეტულ სიტუაციაში, მე მაგალითად მინდა რომ გავბრაზდე თუ არ მინდა რომ გავბრაზდე. ან მაგალითად რაღაც სიტუაციაში შეიძლება ადამიანი ძალიან ღელავს და შფოთვა იმდენად მაღალია, რომ შესაძლოა ტირილი დაიწყოს, ან რა ვიცი, ხმა უკანკალდეს, ან შესამჩნევი იყოს რაღაცა კონკრეტული ნიშნები, რომელიც ასე ვთქვათ, მის აი ამ მდგომარეობას გამოხატავს და ბოლომდე არ იყოს ეს ყველაფერი გაკონტროლებული, ხო? შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კონკრეტულად რა არის ჩვენი ემოციის გამომწვევი, რა სიტუაციებში გვემართება მსგავსი რაღაც ემოციური უკუკავშირი და კონკრეტულად როგორ ვმართოთ მერე ეს ჩვენი ემოციური მდგომარეობა. აქვე აღნიშნავ იმას, რომ ყველა ემოციური, ასე ვთქვათ, ჩვენი პასუხი არ არის მაინც და მაინც აუცილებელი, რომ განიხილოთ როგორც პრობლემა. იმიტომ რომ ზოგიერთი ემოცია ჩვეულებრივად გვაქვს და არანაირ, ასე ვთქვათ, სირთულეს ჩვენთვის არ წარმოადგენს, მაგრამ არის გარკვეული მდგომარეობები, როდესაც ემოციას უკვე დამატებით რაღაცა მართვა სჭირდება და არ არის ესე მარტივად კონტროლირებადი. ძალიან უხეშად რო წარმოიდგინოთ, პირობითად ვიცით ყველამ, რომ თერმომეტრი ზომავს ტემპერატურას და წარმოიდგინეთ, რომ არსებობს საზომი, რომელიც ემოციებს ზომავს. ნულოვანი ტემპერატურა ადამიანებს არ გვაქვს, ხო ესეა? ნულოვანი ემოციური მდგომარეობაც არ არსებობს. ანუ თუ რაღაცა ნულოვანია ემოციებთან დაკავშირებით, ან კიდევ უფრო მეტი მინუსებში გადადის და საერთოდ ასე ვთქვათ, შეგრძნება არ არის, ესე იგი რაღაცა ძალიან პრობლემურია. როგორც ტემპერატურა უნდა იყოს გარკვეულ საზღვარში, ემოციაც უნდა იყოს ასე გარკვეულ საზღვარში მოცემული და არც მინუსებში არ უნდა გადავიდეს და არც ძალიან მაღალი და ინტენსიური არ უნდა იყოს. ორივე ამ შემთხვევაში გამოდის, რომ რაღაცა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, რაღაცა ხდება, რასაც სჭირდება დამატებით კიდე დამუშავება, დახმარება, რაღაც სტრატეგიების გავლა ან ასე შემდეგ, რომელიც ადამიანს დაეხმარება. ვახსენეთ ერთი ბაზისური ემოცია სიხარული, თუმცა ასევე ვახსენე, რომ არის კიდე დამატებით 5 ემოცია, რომელიც ეკმანმა გამოყო. ხომ არ გახსენდებათ კიდე რაღაცები, უშუალოდ ემოციები რომ მითხრათ, აი მე ხშირად ვახსენე ბრაზი. ბრაზიც ერთ-ერთი ბაზისური ემოციაა. სიხარული, კი ბატონო, დანარჩენიც ხომ არ გაქვთ იდეები რა შეიძლება იყოს? შიში, კი ბატონო.
სიყვარული გრძნობაა, შეიძლება თან მიყვარდეს ვიღაც და თან მასზე უბრაზდებოდე, ანუ ემოციური პასუხი მქონდეს, ან მიყვარდეს და ზიზღი, კი ბატონო, თუ მიყვარს ალბათ არ მეზიზღება, მაგრამ მიყვარდეს და კიდევ თქვათ რაღაც სევდა მქონდეს ან ასე შემდეგ. ზიზღი არის ერთ-ერთი მთავარი ემოცია, მადლობა, კიდე ხომ არ გახსენდებათ? სევდა და ერთი ძალიან ისეთი მოწყენილობა, სევდის ერთ-ერთი ფორმა, უფრო შედარებით მსუბუქი და ერთი ძალიან ხანმოკლე ემოცია არსებობს, გაკვირვება. სიამოვნება უფრო შეგრძნება არის, რომელიც გრძნობებთან არის ძალიან მკაფიოდ დაკავშირებული. გაკვირვება არის ძალიან ხანმოკლე, იმიტომ რომ ძირითადად 3 წამი, 5 წამი რაღაცა გვაუცებს, გვაკვირვებს და მე ამას მოყვება ხოლმე სხვა ემოცია. მაგალითად, კარგმა ამბავმა გამაკვირვა, მაგრამ შემდგომ ამ ყველაფერს შეიძლება მოყვა სიხარული მაგალითად, ან კიდე რაღაცა სხვა. შესაბამისად, ეს ისეთი ემოცია, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე, თუმცა არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი. მინდა დაფიქრდეთ იმაზე, თქვენი აზრით, ემოციებს რა ფუნქცია აქვს ცხოვრებაში, რადგან არსებობს რაღაცაში გვჭირდება, რაღაცაში გვეხმარება და როგორ ფიქრობთ, მაგალითად, სიხარულის შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ესეთი ფუნქცია? რა უნდა სიხარულს ჩვენგან? და სიტუაციის შინაარსებია. ენდორფინების გამოყოფს. დიახ, სიხარული დადებითი ენერგიის გადმოცემა შეიძლება იყოს. დადებითი ენერგიის გადმოცემა, კი ბატონო, ენდორფინები ახსენა ვიღაცა მაგაშიც გეთანხმებით, დიახ. ფიზიკურად, ამიტომ მივიღებთ ამ ემოციებს. დიახ. სევდა გამოყოფს შესაბამის ქიმიური ნივთიერებები. კი ბატონო. ფუნქციონირებაში ეხმარება ალბათ თვითონ ორგანიზმს, იქნება გამყინვარება ჰორმონებთან არის კავშირი. აჰა, ფუნქციონირებაში გვეხმარება. კარგით, თუ მე ისე გავბრაზდი, რომ გადავედი და ვიღაცის მანქანა დავამტვრიე და დავლეწე, რამდენად მეხმარება ეს მაგალითად ფუნქციონირებაში. დამშვიდები, მე დამშვიდები. ამოხეთ ხო არის. და მაინც დამშვიდები. თუ პოლიციამ წამიყვანა მერე და დამიჭირა მერე რა შეიძლება? ადამიანს ცოცხლად გვაგზნობინეთ თავს. აჰა. ეგ იყო მიზანი. ფუნქცია აქვს, რომ ადამიანმა მამოძრავებული ფუნქცია აქვს დადებით და უარყოფით ემოციებს. რომ სულ რაღაც მოძრაობაში ძალიან კარგი რამე შემოიტანეთ ახლა თქვენ პირობითად ესე დადებით და უარყოფით ემოციებად არის ხოლმე დაყოფილი ემოციები და მაგალითად სიხარული ერთმნიშვნელოვნად არის დადებითი ემოცია და ბრაზი არის ნეგატიური ემოცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი მაინც ძალიან საჭიროა. სიხარულზე რომ შევჩერდეთ მაინც და ეს ყველა ასე ვთქვათ ერთად არ განვიხილოთ, ნახსენები იყო ენდორფინები, აქ მნიშვნელოვანია კიდე ოქსიტოცინი, მნიშვნელოვანია სეროტონინი და დოფამინი და ეს 4 ნივთიერება ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ ადამიანი იყოს გახარებული. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ეს ნივთიერებები გამოვიწვიოთ, ანუ გამოვყოთ რაღაც ისეთი საშუალებებით, რომელიც გვსიამოვნებს, სიამოვნებაც იყო ნახსენები ვიღაცამ თქვით, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ მერე თავი ბედნიერად ვიგრძნოთ და გახარებულად. ამიტომ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რა გვსიამოვნებს. მაგალითად, ვიღაცას შეიძლება სიამოვნებდეს ველოსიპედით სიარული, ვიღაცას შეიძლება საერთოდ არ უყვარდეს, შესაბამისად, მკაფიო რეკომენდაცია, რომ ველოსიპედით უნდა იარო და ამით იქნები გახარებული არ არსებობს. ხო, შესაბამისად, ყველა ადამიანმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს მისთვის რა არის ამ ხრივ მნიშვნელოვანი, რომ ძალიან კარგად დაგეგმოს შემდგომ რა სჭირდება ცხოვრებაში იმისათვის, რომ მისი სიხარულის დონე იყოს ცოტა უფრო მაღალი მაგალითად, ვიდრე სხვა შემთხვევაში, თუ კი არანაირად არ ჩაერთვება და არ იაქტიურებს. მაგალითად, ოქსიტოცინს ეძახიან ჩახუტების, ასე ვთქვათ, ჰორმონსაც, ნივთიერებას დამატებით და პირობითად ჩახუტება, ფიზიკური კონტაქტი, სხეულებრივი ეს შეხება ერთმანეთთან არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ზოგიერთ ადამიანს უყვარს, როდესაც ვთქვათ, ცხოველს ეფერება და ეს შეხების ამბავი აქტიურდება და ამით ხდება მერე ბედნიერი. ზოგიერთს უყვარს, როდესაც ერთმანეთს ეხუტებიან, ეხვევიან და ადამიანები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ მაგალითად ასეთ ფიზიკურ კონტაქტს და სიახლოვეს, თუმცა აი აქაც ინდივიდუალურ ნაწილს შემოვიტანდი, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც
პირადი სივრცე შეიძლება უფრო ფართო იყოს. ანუ მაგალითად ამის აქეთ ახლოს აღარ მოგიშვათ და ჩახუტება არ იყოს იმდენად მისაღები ჩემთვის და ოქსიტოცინის გამოყოფა მაინც და მაინც იმით რომ ვიღაც მეხვევა არ მინდოდეს, ხო? ამიტომ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ ვისთან ვაკეთებთ ამას, როგორ ვაკეთებთ და ასე შემდეგ. კარგით, იყო კიდე ნახსენები შიშის ამბავი და ასე შემდეგ, რა გამოიყოფა და როგორ ასე ვთქვათ შეიძლება რომ იყოს კონკრეტული ემოცია გამოწვეული ჩვენში, რა თქმა უნდა ამ ფიზიოლოგიურ საკითხებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ზოგადად ადამიანების ჯანმრთელობაში გამოვყოფდი ბიოფსიქოსოციალურ მოდელს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სამივე მათგანი. ბიოლოგიური ფაქტორები, მაგალითად, ჩვენი ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები რამდენად არის დაკმაყოფილებული, პირობითად რამდენად კარგად გვეძინა, რამდენად ჯანსაღად ვიკვებეთ, ან მაგალითად რამდენად ფიზიკურად აქტიურები ვართ იმისთვის, რომ ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნდეს და რაღაცეებმა არ შეგვაწუხოს, ასე ვთქვათ. გარდა ამისა, სოციალური ფაქტორები არის მნიშვნელოვანი, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ვართ სოციალური არსებები და შესაბამისად ჩვენთვის კომუნიკაცია და ერთმანეთთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და გარდაუვალი და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირადად მაგალითად მე მეხება, არის ეს ფსიქიკური ნაწილი, ფსიქოლოგიური ნაწილი, რომელშიც რა თქმა უნდა ძალიან დიდწილად შედის ადამიანის ემოციები, ხო? იმიტომ რომ ეს ემოციური ამბავი განსაზღვრავს იმასაც, მაგალითად, ყოფით ენაში, რასაც ვამბობთ ხოლმე, როგორ ხასიათზე ხარ. ანუ რეალურად ეს ძალიან დიდწილად გულისხმობს იმას, რა ემოციას განიცდი, ამ წუთას როგორი შეგრძნებები გაქვს და ვთქვათ, ამის იქით რა ხდება მერე, რაც განაპირობებს იმას ზოგადად ადამიანი როგორ არის მაგალითად სამყაროშიც მერე და როგორ ურთიერთობს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ პირობითად თუ ხშირად ვარ მოწყენილი და სევდიანი, დიდი ალბათობით არ მაქვს იმისი ძალა, რომ ავდგე და ვივარჯიშო, რაც ვიცი, რომ ფიზიკურად საჭიროა. ანუ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯანსაღი კვება საჭიროა, რომ კარგი ძილი საჭიროა და ბევრი სხვა რამე, თუმცა თუ ემოციურად ცუდად ვარ, შეიძლება არანაირი რესურსი და ენერგია არ მქონდეს იმის, რომ ამ დანარჩენ საკითხებს მივხედო, ასე ვთქვათ, და ვიზრუნო იმაზე, რომ დანარჩენი ვთქვათ, ეს ბიოლოგიური და სოციალური სფეროებიც მქონდეს მოგვარებული და მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, კარგად ვიყო ადაპტირებული გარემოსთან. ზოგადად ემოციებზე რომ ვთქვა, ასევე მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ემოციებთან დაკავშირებით ჩართული არის ყველა ის არხი, რომლითაც ვიღებთ ინფორმაციას გარემოს შესახებ. რა არხები გვაქვს ესეთი, რა გახსენდებათ? არხი ცოტა ისეთი ცუდი ნათქვამია, ხო? კი ბატონო, მხედველობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სმენა, ყნოსვა, კი ბატონო, გემოვნება, კიდე რა თქვით? ტაქტილური შეხება, წონასწორობა, კი ბატონო, ანუ რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირობითად მეშინია გველების, ჩემმა თვალმა დაინახა გველი, თალამუსში წავიდა შემდგომ უკვე ეს ინფორმაცია, რომ მე გველი დავინახე, თან ეს ყველაფერი ხდება ძალიან სწრაფად წამებში, კი ბატონო, გადაეცემა კიდე სხვა, ასე ვთქვათ, ტვინის ადგილებს გარკვეული შეტყობინებები და საბოლოო ჯამში მე უკვე ვიცი, რომ მეშინია და თქვენი აზრით რაში მეხმარება შიში? ნეგატიური ემოციაა შიშიც, მაგრამ ადრენალინის გამოყოფა. ადრენალინი რაში მჭირდება? ადრენალინი თვითდაცვის კარგცევია და კი ბატონო. სიტუაციაში თავის გამოგინება. კი ბატონო, ანუ ეს არის უსაფრთხოების დაცვა, ერთგვარი თავდაცვაც, კი ბატონო, სწორად ახსენეთ, იმიტომ რომ მე უკვე მაქვს ინფორმაცია, რომ მაგალითად გველი შეიძლება იყოს შხამიანი, თუ მიკბენს მერე რაღაც დამემართება, ან ექიმი დამჭირდება, ან ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი წამებში უკვე ჩემს ცნობიერებაში ნახე გველიდან შეიძლება წარმოდგენებია ვისაში. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო, თუ ვცხოვრობ ისეთ კულტურაში, სადაც გველები საშიშად არ ითვლება, მაშინ არ იქნება საშიში, კი ბატონო. ყველაფერი არის ის, რა გამოცდილებები გვაქვს მაინც მიღებული და გამოდის ჩემი ემოციები და დიალოგი ჩემ თავთან, ხო რა დიალოგი იმ მომენტში წამიერად. იმ გოლს რო დავინახავ, რა დიალოგია, რომელიც არაცნობიერად ხდება. კი ბატონო. დიახ. ველი რო აქედან იქ დავინახე,
წინაშე თუ ეს სოფოპოსული მაგალითად მაუგლიში კარო აგზის და რო ხედავს და მაიმუნები 200 მეტრიდან მოდიან ხო თუ შიშის გამო პირიქით ანუ თუ კარგად ვფლობ ჩემს ემოციებს ვიცი რომ ის ჩემთან ვერ იქნება და არ გაწარმოებინები შექმნის მეის შიში ამას ვიტანებ ხოლმე ლექციაზე პრაქტიკულად დღეს 21 საუკუნეში 48 საათია თუ სადაც მახსოვს ანტიდოტი რომელიც ყველგან არის ამის გამო უბრალოდ არ მოვხდები შავი მამბა თუ არ დაგეტაკა და მილიარდში კი ბატონო რეალურად შენი გონება ქმნის ყველაფერს თუ ეს არის ცოდნით განათებული რეალურად ასეთი შიშები არ მუშაობს აღარ არის ეს არის რეალურად ცოდნა არ მუშაობს როცა გეშინია რა ემოცია როცა ერთება ცოდნით იშება ხო მაგრამ თუ კარგი ემოცია არ ირთვება პრაქტიკაზე გამოწვევი ხო, აქ არის ახლა ორი რაღაცის ჭიდილი, რაციონალური ნაწილი, ტვინი, რომელიც რაღაცას ამბობს და ემოციური ნაწილი, რომელიც ტვინს არ აღიარებს ხშირ შემთხვევაში. ანუ ნახეთ, შეიძლება ვიცოდე, მაგალითად ვიცი ნამდვილად, რომ აი, რასაც თქვენ აღწერთ ახლა, რომ ესე უცბად გველი ვერ მეტაკება ან ასე შემდეგ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი ეს ემოციური რეაქცია ბევრად უფრო სწრაფია და შიში მაინც მეუფლება და მე უკვე ვიწყებ რეაგირებას. ანუ ეს ნივთიერებებიც კორტიზოლი თუ ასე შემდეგ რაც ახსენეთ, იმიტომ გამოიყოფა რომ ჩვენ რაღაცა რეაქციისკენ გვიბიძგოს და აი თქვენ გააჟღერეთ ძალიან კარგი რამე. ძირითადად გვაქვს ხოლმე სამი პასუხი. ერთი არის გაქცევა, რომ დავინახე საფრთხე და მინდა რომ სადღაც გავიქცე, იმიტომ რომ თავი დავახციო და უსაფრთხოება ვიგრძნო. შეტევაზე გადასვლა და ზოგიერთი ადამიანი პირიქით თავდასხმას იწყებს მაგალითად და ასე ვთქვათ, ამით ცდილობს რომ უსაფრთხოება შეიგრძნოს ისევ და ზოგიერთი ადამიანი შეშტება და არ იცის რა უნდა გააკეთოს. და ამ გაშეშების შემდგომ უკვე რაღაცა დრო რო გადის, ვთქვათ, მერე იწყება რეაგირება, რომ კონკრეტული რაღაც მოვიმოქმედო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ხშირად შეიძლება შიში აგვერიოს შფოთვაში. და ეს ორი რამ ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, მაგრამ თან ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს განსხვავება მაგალითად? შიში არის მომენტალური შფოთვა ანუ შფოთვა არის მიზეზო შფოთვა ასწავლება ირთვება, ფიქრები ირთვება, ფიქრი ამუშავებს და იქ ფიქრიდან იღებ მე ემოციას. და პირდაპირ შიში რომ მოდის, რავი, ისე ვფიქრობ. ჯერ ემოცია გიმატება და მე იწყებ გადაწყვეტავას და შესაძაც შფოთვა გაქვს, შფოთვას წინ უსწრებს რაღაცა ფიქრი. ილუზია, რაღაც მოფიქრებული, რაღაც სცენარი რა. კი ბატონო, ძალიან რაღაც საფუძველია და შფოთვა თითქოს უსაფუძვლო, ანუ არ იცი. ბევრი დაულაგებელი ემოცია თითქოს იკრიბება და იმ მომენტში არ იცის ადამიანს რა აკეთებს და აკეთებს. შიშს ძირითადად ყავს ობიექტი, ანუ მაგალითად მიმართულია რაღაცაზე. გველზე, რაღაც სწრაფად მავალ მანქანაზე, რაღაცაზე და ასე შემდეგ და რაც უშუალოდ ჩემ წინ არის და რომელსაც აღვიქვამ. კი ბატონო, და შფოთვა არის იდეების დონეზე. ანუ მე შეიძლება ვშფოთავდე, რომ ახლა სადღაც რომელიმე სავარძლის ქვეშიდან შეიძლება გამოძვრეს გველი. კი ბატონო, ან მაგალითად ტყეში მიწევს წასვლა და იქ ვიცი რომ გველები არიან და იქ შეიძლება ვიფიქრო მაგაზე რომ მაგალითად სადღაც შეიძლება გადავეყარო და ეს ძალიან არ მესიამოვნოს, ხო? საფრთხის დაშვება, მაგალითად ლიფტში თუ ვინმე ვერ ადის და ვერ მგზავრობს, იმაზე ფიქრობს რომ შესაძლოა გაიჭედოს, თუმცა ამისი ალბათობა რამდენია, ზუსტად არავინ არ იცის, ხო? ახლა რომ ჩვენ ვიშფოთოთ იმაზე რომ მიწის რა მოხდება, ვერავინ ვერ განსაზღვრავს და ვერ დავთვლით რა არის ამისი ალბათობა და შანსი, ხო? ოღონდ ეს წარმოდგენები არის იგივე აღქმებისგან და გამოცდილებისგან, რაც კი ბატონო, აი ძალიან ხშირად ხდება რომ მოდის მაგალითად ადამიანი და ამბობს რომ ეშინია ძაღლების და აღმოჩნდება მერე რომ არის რომელიღაც ოჯახის წევრი, რომელიც აქტიურად ბავშვობის ასაკში აჩვენებდა აი ამ შიშს, რომ რამდენი ძაღლს დაინახავდა, რეაქცია ჰქონდა ისეთი რომ პატარამ დაისწავლა იმისგან კი ბატონო რომ რამდენი ძაღლს დავინახავ, უნდა შემეშინდეს, თუმცა შესაძლოა რეალური საფრთხე მას არასდროს არ განუხორციელებია, ანუ არასდროს უკბენია
აგრესიული არ ყოფილა ან ასე შემდეგ. ამიტომ ემოციები თავიდან საწყის ეტაპზე ბავშვისთვის რა არის მნიშვნელოვანი? რაღაცა რაც სასიამოვნოა მიზიდულობას იწვევს, ანუ მოსწონს, რაც არასასიამოვნოა, ის არ მოსწონს, მაგრამ დროთა განმავლობაში რომ იზრდება და გამოცდილებებს აგროვებს, ეს ემოციური რაღაცა უკავშირებიც უფრო მეტად ყალიბდება, მაგალითად რა დროს უნდა გაუხარდეს უფრო მეტად, რა დროს უნდა იყოს გაბრაზებული, მაგალითად თუ ხშირად ხედავს ბავშვი რომ რაღაც სიტუაციაში მშობელი ბრაზდება, დიდი ალბათობაა რომ თვითონაც შემდგომ ანალოგიური ქცევა განახორციელოს, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ადამიანები დავისწავლით მოდელირებით, ანუ ვიღაცაზე და რაღაცაზე ყურებით და შემდგომ განსაზღვრავთ, რომ ის რაღაცა სტრატეგია, რომელიც ვიღაცამ განახორციელა, ყველაზე კარგია მაგალითად. მერე დიახ. აი მშობლის შემთხვევაში პირიქით ხო არა თუ რეაქცია მაგალითად, რასაც მშობელი აკეთებს, შეიძლება ბავშვებს პირიქით არ ეკეთებდნენ მაგას. ეს შემთხვევაც ხო არის. შესაძლოა ეგეც იყოს და პირიქით ზრუნვას იჩენდეს, რომ არ არის საშიში და იმ მომენტში მშობელზე იწყებდეს ზრუნვას, რომ მაგალითად დაწყნარდი არაფერი არ ხდება, ან ნახე მე მივედი და არ მიკბინა და შენ რატო გეშინია, ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ მანდ უკვე ძალიან მტკიცედ შემოდის გენეტიკური ამბავიც, არა მარტო ერთი მშობლის, არამედ ზოგადად რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, და სადაც შეიძლება ასევე იყოს ინფორმაცია იმაზე, რომ ნაკლებად საშიში ვარ ტიპაჟურად, ანუ ფსიქოტიპი ვარ ნაკლებად მშფოთვარე და ნაკლებად მიდრეკილი იმისკენ, რომ რაღაცები ესე მარტივად მაშინებდეს, იმიტომ რომ მაგალითად მეორე მშობელი მყავს ძალიან ძლიერი მაგმხრივ და უფრო მეტად მას დავემსგავსე. შესაძლოა ავტორიტეტიც იყოს, მაგრამ არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტეტია მშობელი, ბავშვი მაგალითად იწყებს ემოციის დამალვას, იმიტომ რომ იმ ავტორიტეტთან ძალიან კარგად გამოჩნდეს. და ეგ კიდევ უფრო რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ხდება ძალიან ბევრი ემოციის რეპრესირება და არაღიარება. და როდესაც გადავალთ ჩვენ მაგალითად ემოციური ჰიგიენის ნაწილზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებას ვაქცევდეთ ემოციებს და არ უარყოფდეთ მათ. ანუ ის რომ მე რაღაც შემთხვევაში ვარ გაბრაზებული, არ არის ცუდი. ყველა ემოცია არის ლეგიტიმური, ყველას აქვს უფლება რომ ასე ვთქვათ გაბრაზდეს, რაღაც დროს იყოს სევდიანი, მოწყენილი ან მაგალითად გახარებული და ასე შემდეგ, ეზიზღებოდეს რაღაცეები და კიდე ბევრი სხვა რაღაც ემოცია ჰქონდეს და არის მნიშვნელოვანი ის, რომ არ იყოს ეს ყველაფერი ასევე გარემოსგან რეპრესირებული, რაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, მაგალითად არ უნდა იტირო. სირცხვილია, ზოგადად რა არის სირცხვილი? ანუ ესეც ერთ-ერთი აი ამ გრძნობების და ემოციების ნაწილია, რომელიც ხშირად შემოდის ესე კულტურაში, რომ მაგალითად არ უნდა იტირო, ეს სირცხვილია. კი ბატონო, ან სქესის მიხედვით დაყოფა, ან კიდე სხვა რაღაც ნიშნებით დაყოფა, რაც არ შეიძლება და პირდაპირ გრძალავს გარკვეულ ემოციას, რომელიც რეალურად არსებობს და მე ადამიანს ეს ემოცია ვერსად ვერ მიაქვს. და პირობითად თუ აღმოჩნდა შედარებით მგრძნობიარე ფსიქოტიპი, შეიძლება ბევრ რეპრესიას ვერ გაუძლოს, ანუ ბევრ შეზღუდვას, რომ რაღაცა კონკრეტული ემოცია არ უნდა გამოვხატო, შეიძლება რაღაცა კონკრეტულ, ასე ვთქვათ, პიკამდე მივიდეს და ვეღარ შეძლოს მერე აი ამ ამდენი, ასე ვთქვათ, დაგროვილი ემოციასთან გამკლავება. რაც არის მნიშვნელოვანი, ასევე არის ის, რომ ემოციებთან ძალიან მკაფიოდ არის ჩართული და კავშირში ჩვენი სხეული. და ხშირად სხეული გვაძლევს ხოლმე გარკვეულ მინიშნებებს იმაზე, რომ რაღაცას შეიძლება ამ მომენტში მე ვგრძნობდე მაგალითად. რამდენად აფიქსირებთ ხოლმე აი ამ ემოციას სხეულთან და რამდენად გრძნობთ ხოლმე ხელებშია. კი ბატონო, აი ერთი ძალიან კარგი მაგალითი იყო, ხშირად აფიქსირებენ ადამიანები, რომ ბრაზი მაქვს ხელებში და ხშირად ესეთი პოზა გვაქვს, ანუ ეგრევე რაღაცა თითქოს გადავდივართ ენერგიას აქ ვაგროვებთ და შეტევისთვის ვემზადებით. კიდე რა მუცელში შფოთვა, კი ბატონო, კანკალი რა დროს? თითების კუნძული. ნერვიულობის დროს შეიძლება კანკალი ყბის კანკალში. კანკალი რა დროს? დიახ. ორი სიტუაცია შეიძლება ძალიან დიდი ბედნიერების ან დიდი ბრაზის. დიდი ემოციური დარტყმით. კარგი. გაუძლო დარტყმას და ბეჯა შეიძლება.
ასევე არის ფერხების სარტყელი. კარგით. გაწიწება, ცრემლი. ცრემლები კი ბატონო, გაკვირვების დროს კიდე რა ხდება? თვალების ემოცია არ გაქვს. სახის აწილება. ნებისმიერ მოცემულობაში ხშირი სუნობა უკვე აღარ გაქვს ემოცია. ვერ გავიგე თქვენი პასუხი უკაცრავად. ნებისმიერი მსგავსი მოცემულობა, სადაც უკვე მსგავსი ემოციები უნდა გქონდეს და ლეგიტიმურია, მაგრამ აღარ გაქვს. აჰა. ემოციები. კარგით, ეგ რა მდგომარეობაა, როცა ძალიან მაგას იცით რა, ერთი ესეთი ტექნიკა არსებობს ფსიქოთერაპიაში, მაგალითად სისტემური დესენსიტიზაცია. ვთქვათ, მე თუ გველების მეშინია, ჩავაცივდი ამ გველებს, მაგრამ ბარემ მაგაზე ვისაუბრებ. ანუ კონკრეტულად როგორ აღარ მეშინოდეს, თერაპიულად ნიშნავს იმას, რომ დესენსიტიზაცია უნდა გავიარო. ანუ ამ სტიმულის მიმართ მგრძნობიარე აღარ უნდა ვიყო. და შესაბამისად, რასაც თქვენ აღწერთ, შეიძლება იყოს ეგ მდგომარეობა, რომ რაღაცა იყო სენსიტიური და მნიშვნელოვანი, მაგრამ იმდენად რაღაც იმუშავა ადამიანმა ბევრჯერ გამოსცა და ან ასე შემდეგ, რომ აღარ არის ეს მგრძნობიარე მაგალითად. და შესაბამისად ხო, და აღარ არის საშიში მაგალითად და ეგ ნიშნავს, რომ უკვე ცნობიერი გახდა და ვიცი კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო და ვიცი როგორ ვმართო იმ მომენტში ჩემი ემოცია. კი ბატონო. კარგით, ანუ სხეული ძალიან გვეხმარება და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კონკრეტულ შემთხვევაში თუ შეგვიძლია რომ ეს სხეული გამოვიყენოთ როგორც რესურსი და არა როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი. ანუ რამდენად შეიძლება მაგალითად დიახ სიცილი არ ვიცი ხა ვის აქვს ხოლმე, მაგრამ სტრესის სიცილზე მე მაგალითად სტერეული სიცილი მეწყება, რომ აი მე თვითონ ვერ ვარ ხოლმე რამჭირს. კი ბატონო, მსგავსი შემთხვევებიც არის ხოლმე. შიშის დროსაც შეიძლება რომ გაგვეცინოს, შეიძლება რამე ძალიან არაადეკვატური გავაკეთოთ და რეაქციები არ გაქვს ამ შემთხვევაში. საერთოდ არაფერზე? მაშინ ეგ არის ის მდგომარეობა, რაც თქვი რომ თერმომეტრზე ნულოვანი ან იმის ქვემოთ თუა და ძალიან რაღაც აპათიურ მდგომარეობაშია ადამიანი და იცით რა არის უტოპიური, რომ ვინც უყურებს ძალიან რაციონალურად, იმათ საერთოდ არ აქვთ ხოლმე ემოციებთან კავშირი. ანუ თერაპიის მიხედვით რო გითხრათ, ანუ ხშირ შემთხვევაში ემოციებთან არ ამყარებენ არანაირ კავშირს და შეიძლება ზუსტად ეგ ქმნიდეს პრობლემას, რომ მაგალითად გარემოში შეიძლება იმდენად პირობითად ვიტყვით, სივად ჩანდეს ეს ადამიანი ან უგრძნობად, როგორც ესეთ პირობითი ლექსიკით რო აღწერო, რომ ამის გამო კომუნიკაციაში ჰქონდეს სირთულე. და მაგალითად ნაკლები მეგობარი ყავს, ან ბედნიერების ხარისხი არის უფრო დაბალი მაგალითად, ან რაღაცა მიზნები აქვს, მაგრამ შენი არ და შენი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე ხო? კი ბატონო, მაგრამ თუ მე ემოციებთან არ მაქვს კონტაქტი, შეიძლება მაგასაც ვერ მივხვდე, ბედნიერება როგორი მინდა, რანაირი მინდა, რისთვის მინდა, როგორ მივაღწიო მაგას და შესაბამისად საკუთართან დიალოგი გეხმარება იმ ემოციების განცდაში, რომ ემოცია გაკრატობა. აჰა. შესაძლოა გვეხმარებოდეს, შესაძლოა არა, იმიტომ რომ ყველაფერი რაციონალურად მაინც არ აიხსნება. ანუ ემოციური ნაწილი ყველა რაციოთი ვერ აიხსნება და გონება ყოველთვის ვერ ხსნის ხოლმე იმას, რაც შეიძლება რომ კონკრეტულ სიტუაციაში მაგალითად განვიცადოთ და მაგ შემთხვევაში შეიძლება იყოს პრობლემა, თორე არ გეგონოთ იმას ვიძახდე, რომ რაციონალური მხარე არ არის საჭირო მაგალითად. არა, ორივე საჭიროა. ემოციების გარკვეულში ძალიან გეხმარება. მედიტაცია? მედიტაცია ძალიან გვეხმარება იმაში, რომ კონცენტრირდეთ აქ და ამჟამად. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ისეთი არსებები ვართ, რომლებიც ძირითადად არიან წარსულში ან მომავალში. აი რატო ხდებოდა ეს და რა საშინელება იყო, ან პირიქით რა ბედნიერება იყო, ან მაგალითად მომავალში რომ ეს იქნება და ის იქნება, რა კარგი იქნება, ან პირიქით ცუდი იქნება. და აქ რა ხდება ამ წუთას რო არ ეს გრჩება. შეიძლება უხერხულობის გამო ვიცინი, მაგრამ ამ დროს საერთოდ არ ვარ გახარებული, ხო? ამიტომ მანდ ვიღაცა მახსენეთ ასევე ემოციური ინტელექტი, ძალიან მკაფიოდ შემოდის ემოციური ინტელექტის ამბავიც, რამდენად მე, როგორც მაგალითად მოსაუბრეს, შემიძლია აღვიქვა სხვა ადამიანის სხეულებრივი მიმიკური გამოხატულება
ავთენტურია თუ არა მის ემოციურ მდგომარეობასთან, თუ ეს არის რაღაცა სხვა, ანუ სხვა რამის გადაფარვა მაგალითად. და ასევე თავად ის ადამიანი თავის თავში რამდენად აცნობიერებს, რომ მე ახლა იმიტომ კი არ ვიცინი, რომ მიხარი არამედ რაღაცა სხვა ხდება, ხო? სტრესის გამო, ან ასე შემდეგ, სხვა სიტუაციის გამო. პირობითად ესე რომ გითხრათ დათვლილად რაღაცა პროცენტულ წილობრივად როგორ შეიძლება იყოს, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ კვლევები უნდა იყოს ჩატარებული და კონკრეტულად განსაზღვრული, თუმცა ძალიან მკაფიოდ შემოდის, არ ვიცით, ალბათ თქვენს დაგიფიქსირებიათ და დაგიჭერიათ ხო ეგეთი მომენტი, რომ ვიღაცას ახლობელს, მეგობარს ან ვინმეს რაღაც კონკრეტულ მომენტში, როდესაც გაქვთ კომუნიკაცია, ამჩნევთ, რომ რაღაცა რასაც გამოხატავს, თითქოს არ ემთხვევა ბოლომდე იმას, რასაც ამბობს თქვათ, ხო? ამიტომ ფსიქოლოგიაში როგორ განიხილება, ნახეთ, რასაც ჩემი სიტყვები და რაციო ფარავს, ვერ დაფარავს სხეული. აი მაგალითად, თუ მე მინდა რომ კონკრეტულად მოგაჩვენოთ თავი და გითხრათ, რომ ამ მომენტში ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, სხეულებრივად ან მიმიკურად რაღაცა სადღაცას გამეპარება, რასაც დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს, რომ აი აქ რაღაცა ვერ იყო დამთხვევა, ის ავთენტურობა ვერ იყო, რის გამოც შესაძლოა რომ მივიტანოთ ეჭვი, რომ რაღაცა სხვა ხდება და ადამიანი სხვა რამეს ამბობს, მაგრამ სხვა რამეს აკეთებს მაგალითად. ან იგივე რატომ ხდება ხოლმე პირობითად ვთქვათ, ხშირად ვიყენებთ არც თერაპიულ მეთოდებს თერაპიაში, ფსიქოთერაპიაში და მაგალითად შეიძლება ადამიანს რაღაცები დავახატინოთ, სხეულზე ორიენტირებული თერაპია, ვთქვათ მთლიანად სხეულს რთავს, რომ ადამიანმა რაღაცეები სხეულით გააკეთოს, გამოხატოს და ასე შემდეგ. თუ მე მინდა, რომ ტვინით განვსაზღვრო, ნახეთ, ძალიან ინტელექტუალი ადამიანი ვარ, კარგად ვფიქრობ, რაციონალური მხარე მაქვს ძლიერი და მინდა, რომ ყველაფერი კარგად დაგილაგოთ. ანუ სიტყვებით ამას შევძლებ, მაგრამ სხეულებრივად ან რაღაც სპონტანურ ქმედებაში, ხატვაში, ან რაიმე სხვაში, ცეკვით თერაპია, მუსიკით თერაპია რაღაცა, აუცილებლად მოხდება რაღაცა ისეთი, რომელსაც ვთქვათ, აი ეს დაკვირვებული თვალი და შეუთავსებლობა, კი ბატონო, დაკვირვებული თვალი და კონკრეტული ვთქვათ პროფესიონალი და სპეციალისტი დაინახავს, რომ რაღაცა ვერ არის კარგად და პირობითად რომ გითხრათ, ანუ თერაპიის მიზანიც ეგ არის ხო, რომ ჩვენ დავანახოთ ადამიანს, რომ შენ რო ამას აკეთებ და ამ დროს ამას მეუბნები, ეს ორი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა. და შესაბამისად როგორ უნდა მივიდე გაცნობიერებამდე, რომ ეს ორი რო ერთმანეთს არ ემთხვევა, რა ხდება? რის გამო არ ემთხვევა? რა ვითარებაა მაგალითად ფსიქიკაში მაგ დროს, ან საიდან გამომდინარე გადაწყვიტა ჩემმა ფსიქიკამ, რომ კონკრეტულად ამგვარად უნდა მოვიქცე. და რეალურად გაცნობიერების პროცესი ზუსტად ის არის, რომ შემდგომ უკვე ადამიანი იმდენად ნათლად ხედავს რაღაცას, კონკრეტულ ასპექტს თავის ცხოვრებიდან, რომ შეუძლია ეს რაღაცა სტრატეგია უკვე შეცვალოს მაგალითად უფრო მისაღების სტრატეგიით, უფრო ჯანსაღი სტრატეგიით, ან კონკრეტულად მოიფიქროს რა იქნება მისთვის უფრო შესაბამისი ვთქვათ და დამხმარე და ასე შემდეგ. არ ვიცი რამდენად გავეცი თქვენ შეკითხვას პასუხი, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ის ნაწილი, რომ რასაც გამოვხატავდა მიმიკა და სხეული, რასაც იძახის, ეს ყველაფერი თანხვედრაში თუ არის დანარჩენ ნაწილთან, შინაარსთან, სიტყვებთან და იმასთან, რისი ასე ვთქვათ ჩვენებაც მინდა. ზოგიერთი ადამიანი ძალიან კარგად ახერხებს ამის შეფარვას. ანუ ძალიან დაკვირვებული და მკაფიო თვალი თუ შეამჩნევს, იმიტომ რომ პირობითად ცოტა ისე ვთქვათ, კარგად ვისაც აქვს ნასწავლი სხეულის ენა, ცოტა უხეშ სიტყვას ვიტყვი მანიპულატორი, ვინც შეიძლება იყოს ვთქვათ, მსახიობი, ან რაღაცა მსგავსი, შეიძლება რომ მან ძალიან კარგად შეფაროს ეს ყველაფერი და ჩვეულებრივ ასე ვთქვათ ადამიანმა ვერ დაინახოს და ვიღაცა სხვამ ვისაც ასევე აქვს ნასწავლი ეს რაღაცები შეიძლება კარგად გამოიჭიროს რას აკეთებს იმ დროს ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენს ქცევებს ყოველთვის აქვს გარკვეული მიზანი, ანუ ფსიქოლოგიაში ითვლება რომ უმიზნო ქცევა არ არსებობს, ანუ თუ რაღაცას ვაკეთებთ, ამას აქვს ძალიან განსაზღვრული და მკაფიო მიზანი, უბრალოდ ეს მიზანიც შეიძლება ადამიანისთვის არ იყოს ცნობიერი. ანუ რამდენ ადამიანს გაცნობიერებული რა არის მიზანი? დიახ. კი ბატონო, რამდენად ვიცი ის, რასაც ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ. და ეგ ნიშნავს იმას, რომ აი ამ ცნობიერების უფრო ასე ვთქვათ, მაღალ და სხვა იმაზე საფეხურზე უნდა გადავიდე, ხო, რომ მივხვდე კონკრეტულად რას ვაკეთებ.
კარგით, დანარჩენი ემოციებიც რო გავიაროთ, იმიტომ რომ ზოგზე ვისაუბრეთ და ზოგზე არა, შიშზე ვთქვით, რომ უსაფრთხოებაში გვეხმარება, რომ უსაფრთხოება დავიცვათ და ერთგვარი თავდაცვითიც არის. სიხარული ვთქვით, რომ უფრო ესეთია, ჰორმონები ვახსენებთ და ენერგიულს გვხდის და გარდა ამისა, მეგობრების შეძენაში გვეხმარება, კომუნიკაციაში გვეხმარება, мотивация არის ერთგვარი, რომ რაღაცები გავაკეთოთ, იმიტომ რომ ენერგია თუ არ გვაქვს და мотивация რაღაცებს ვერ ვაკეთებთ, ხო? თქვენი აზრით სევდარაში გვეხმარება, იმიტომ რომ საკუთარი თავის გარკვევაში? კი ბატონო. სხვებთან ურთიერთობაში კიდე რა გახსენდებათ? შემოქმედებითი ამბისთვის. კარგით. სევდა არის ერთ-ერთი ერთგვარი შეტყობინება იმისა, რომ ჭირდება დახმარება. ოღონდ არა ყველა შემთხვევაში. ანუ ხანდახან მჭირდება, რომ ჩემს თავს დრო მივცე და ამ სევდასთან დავრჩე და მე თვითონ გავერკვიო გარკვეულ რაღაც, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში და სიტუაციაში. ხანდახან ეს არის ერთგვარი მესიჯი, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს და დამეხმაროს. და რეალურად ამის გარეშეც შეიძლება რომ რაღაცები არ გამოგვივიდეს, ხო? ამიტომ სევდის დაფარვა, გადაფარვა ან ასე ვთქვათ, საჩვენებლად სხვა ემოციის ჩვენება, რომ თითქოს სევდიანი არ ვარ, ყოველთვის ფუნქციური ადამიანისთვის არ არის ხოლმე. რას ფიქრობთ ზიზღის შესახებ? ზიზღი ძალიან ისე ვახსენეთ და ჩავიარეთ და მაგაზე რას ფიქრობთ? ზიზღი ყველაზე მეტად იფარება. ყველაზე მეტად რა შვება? მეტად მალავს. აჰა. რის გამო ვფარავთ ესე ზიზღს? რომ სოციუმიდან არ გამოგვარდება. აჰა. ანუ გვეშინია ზიზღის და ამიტომ ზიზღს არ გამოხატავთ. კარგით, კიდე. კომბოში არის შიში. კი ბატონო. კიდე ხომ არ გაქვთ რამე იდეები? ანუ არასასურველი ემოცია არა ერთ-ერთი, რომელსაც ცდილობს ადამიანი გადაფაროს. აჰა. სევდა მაგალითად, რომ კი ბატონო. უსაფრთხოებასთან კავშირშია, იმიტომ რომ ზიზღი წესით რა დროს გვიჩნდება. ანუ ერთ-ერთი მთავარი ორგანო, როგორც ესეთი არის ცხვირი, არის შეხება და პირი. ანუ თუ რაღაცის სუნი ვიგრძენი, ფუ, ეგრევე მოდის ეს რეაქცია, ვთქვათ და ზიზღია. ან ცუდ რამეს შევეხე და ამაზე მაქვს ზიზღი, რომ ერთი სული მაქვს ხელები დავიბანო, ან რაღაც შევჭამე და იმდენად ცუდი გემოქონდა, რომ ზიზღი გაჩნდა ეგრევე, ხო? ერთის მხრივ გვეხმარება, რომ შევისწავლოთ ჩვენს ირგვლივ რა ხდება, ვთქვათ, სუნი ვიგრძენი და უცბად თავი ავარიდე და იქ აღარ მივედი, ან თვალმა დაინახა რაღაც ბინძური და აღარ მივიდა მაგალითად და არ მიუახლოვდა, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ზიზღი დაგროვდეს ასევე რაღაცა ქცევებიდან გამომდინარე, ანუ კონკრეტული საქციელი მეზიზღებოდეს ადამიანის, რომელსაც ადამიანები აკეთებენ და თუ ხედავ რომ ამას აკეთებს ვიღაცა, უკვე მიჩნდება ეს ემოცია და აღარ მინდა მაგალითად ან მისვლა, ან კომუნიკაცია, ან ასე შემდეგ. ამიტომ მანდაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ეს ზიზღი რას გვეუბნება. უსაფრთხოებასაც იცავს, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ შეიძლება ჰქონდეს სრულიად სხვა ფუნქცია. მაგალითად თავის ამრიდებლური, ანუ რაღაცას თავს ვარიდებ ხო პირდაპირ და ამიტომ რაღაც მომენტებში ზიზღის ემოცია ჩნდება. ძალიან ინდივიდუალურია, ანუ ამაზეც ესე პირდაპირ ვთქვა შაბლონურად ძალიან რთული იქნება. ხშირად შეიძლება გვერეოდეს ემოციები, იმიტომ რომ ძალიან გავდეს ერთმანეთს. მაგალითად, ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ სევდიანია, ნაწყენია თუ გაბრაზებულია, აი ამის გარკვევაც უჭირს მაგალითად, იმიტომ რომ თითქოს ისიც არის და ისიც არის. შეიძლება ერთადაც იყოს, ანუ ეს არ გამორიცხავს ერთმანეთს, უბრალოდ მნიშვნელოვანია გარკვეული საწყისი ვიცოდეთ, ხო, ანუ საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. რამ გამოიწვია კი ბატონო და როგორ ჩამოგვიყალიბდა ეს უკავშირი, რაც გვაქვს, ასე ვთქვათ. რაც არის ასევე მნიშვნელოვანი ემოციებთან დაკავშირებით არის ასევე ისიც, რომ ძალიან კარგად ვგრძნობდეთ და თავს ვაძლევდეთ უფლებას, რომ ეს ემოციები ვაღიაროთ ჩვენს თავში, რომ არსებობს, ხო, რომ მაგალითად ხო მეშინია და მისაღებია ის, რომ ახლა მეშინია. ან მაგალითად, რა ვიცი, მეზიზღება რაღაც და ესეც მისაღებია რომ მეზიზღება. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ აი ჰიგიენის ნაწილს რო შევეხოთ, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი აი ეს ემოციური, ასე ვთქვათ, სფერო იყოს
მიხედილი, უხეშად რო ვთქვა და არ იყოს უყურადღებოდ დატოვებული. როგორ შემიძლია მაგალითად დავუთმო ჩემს თავს დრო იმისთვის, რომ ამ ემოციებს დაუთმოს საკმარისი და შესაბამისი, ასე ვთქვათ, როგორც დრო, ასევე სივრცე, როგორ გამოვხატო ეს ემოციები, სად გამოვხატო, რა ფორმით გამოვხატო. თქვენც ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ყველა სივრცეში არ გამოვხატავთ ემოციებს, ანუ ყველგან შეიძლება არ გაბრაზდეთ, მაგრამ სადღაც რაღაც სიტუაციებში უფრო მისცეთ თავისუფლება, რომ ეს ბრაზი იყოს ექსპრესიული და გამომხატველობითი და სხვები ძალიან აშკარად ამჩნევდნენ, რომ გაბრაზებული ხართ და რაღაც შემთხვევაში შეიძლება ძალიან მალავდეთ, ხო, ამ ემოციას თქვათ და საერთოდ არ ავლენდეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ აი ეგ სივრცეებიც, ასე ვთქვათ, და სფეროები, სად შეგიძლიათ, რომ ეს ყველაფერი გამოუშვათ, იმიტომ რომ ემოციური ვენტილაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც გვჭირდება ადამიანებს. რეპრესირება ვახსენე რამდენჯერმე და აი ამ ემოციების ჩატოვება საკუთარ თავში არ არის ხოლმე კარგი, ამიტომ ხდება საპირისპიროდ ვენტილაცია და უნდა ვიცოდე კონკრეტულად ეს სად მოვახდინო, როგორ შევძლო, ვისთან შეიძლება და ვისთან არ შეიძლება და როგორი ფორმით. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე არის ისიც, რომ გქონდეთ ინფორმაცია თქვენთვის სასიამოვნო რა არის. თავიდანაც აღვნიშნე ეს, მაგრამ იმიტომ რომ უნივერსალური რეკომენდაციები არ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს თავს უსვამდეთ ხოლმე შეკითხვას, კონკრეტულად რა არის ჩემთვის მისაღები, რა არის სასიამოვნო, რისი მოთმენა შემიძლია, რისი ატანა შემიძლია. არის შემთხვევები, როდესაც მეგობარი ბევრს საუბრობს, მაგრამ ამჩნევთ, რომ აღარ შეგიძლიათ, ხო, მაგალითად დატევა, მოსმენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასაც მისცეთ ამაზე, ასე ვთქვათ, მინიშნება და თქვენ თავსაც გაუფრთხილდეთ და ასევე იმ ადამიანზეც იზრუნოთ, იმიტომ რომ მერე განცდა არ გქონდეს, რომ თქვენთან ამდენი ისაუბრა და ვერაფერი ვერ მიიღო, მაგალითად, ხო? ამიტომ ეს რაღაცა საზღვრების დაცვა საკმაოდ გვიჭირს ხოლმე, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე, როგორც ჩვენს თავზე ზრუნვის საკითხში, ასევე სხვებზე ზრუნვის საკითხში და რაც არის ასევე ძალიან საყურადღებო არის ის, რომ კონკრეტულ ემოციებს დავარქვათ სახელები. იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა არის, აი შიშია, ზიზღია, რა არის, შეიძლება ვერ გავიგო კონკრეტულად და გაუგებრობა, ქაოსია, ეს ქაოსი და გაუგებრობა კიდე უფრო მეტად იწვევს მე ვთქვათ შფოთვას ან კიდე დამატებით რაღაც ემოციებს და მნიშვნელოვანია სახელდება, რომ კონკრეტულად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, ასე ვთქვათ. და ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ბოლო ამბავი ვიტყოდი ასევე ამას აღნიშნავ რამდენიმე სიტყვით. რატომ ვართ ესეთი ემოციურები, ხო? მაგალითად, იმიტომ რომ თქვენს გექნებათ შემჩნეული ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად ემოციურია, ვიღაცა უფრო ნაკლებად, ხო? ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი არის პირველი ის, რომ ყველა ვართ ადამიანები და ადამიანებს ემოციები გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად არის მნიშვნელოვანი ჩვენი გენეტიკური ინფორმაცია, რა გადმოგვეცა, ასე ვთქვათ, მშობლებისგან, როგორი ფსიქოტიპი ვართ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცისკენ უფრო მეტად ვიყოთ მიდრეკილი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ზოგიერთი ადამიანები უფრო მეტად მგრძნობიარეები არიან მაგალითად, ვიდრე სხვები. ასევე მნიშვნელოვანია თვალყური ადევნოთ თქვენს რეჟიმს და გარკვეულ რუტინას, რამდენად კარგად გძინავთ, რამდენად კარგად იკვებებით, რამდენად ზრუნავთ თქვენს თავზე და აქედან გამომდინარე ხომ არ არის ემოცია გამოწვეული. ძალიან ისეთი მაგალითი რო ვთქვა, შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ზედმეტად ვარ გაღიზიანებული და ამ დროს გაღიზიანების მიზეზი იყოს ის, რომ ძალიან ცოტას ძინავს. და თუ კი ძილი მოიწესრიგა, ან შია კი ბატონო, ზოგიერთი ადამიანი, როცა შია, მერე გაბრაზებულია და ჭხუბობს. შესაბამისად, ის სხეულებრივი შეგრძნება, რომ მე აი აქ რაღაცა მაწუხებს მუცელში, უკვე იმისი ნიშანია, რომ ახლა გაბრაზებას ვიწყებ პირობითად და თუ კი საჭმელს მივიღებ წინასწარ, იქნება ერთგვარი პრევენცია, ხო, რომ ანუ აღარ გავბრაზდები და მერე ოჯახის წევრს აღარ გავიმეტებ რაღაცისთვის, რისი ღირსიც არ არის. ამიტომ მსგავსი მიმანიშნებლების მიმართ ყურადღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე აღნიშნავდი ახალ გამოცდილებებს, იმიტომ რომ როგორც ბავშვები ღელავენ, თქვათ, ბაღში წასვლის დროს, სკოლაში წასვლის დროს, რაღაცა ცვლილების დროს, ასევე დასრული ადამიანებიც ღელავენ, მაგალითად, თუ სამსახურის ადგილს იცვლიან, ან რაღაც ახალ ხალხთან უწევთ ურთიერთობა, ან რაღაც ისეთი უნდა გააკეთონ, რაც მანამდე არ გაუკეთებიათ და გამოცდილებაში არა აქვთ და ასე შემდეგ. ამიტომ სიახლეების დროს შეიძლება ვიყოთ ხოლმე ასევე უფრო მეტად ემოციური.
და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე არის ისიც, რომ არსებობს რამდენიმე მოკლედ ვიტყვი ტრავმული გამოცდილება, რამაც ასევე შეიძლება რაღაც ემოციური პასუხები დატოვოს ჩვენში, ხო? ანუ რაღაცა ძალიან ძიმე გამოცდილება, მაგალითად გლოვა, მაგალითად კონკრეტული ტრავმული რაღაც შემთხვევა, სტრესი, რაც იწვევს ადამიანში უფრო ღრმა ემოციურ, ასე ვთქვათ, პასუხებს და რასაც შეიძლება რომ უფრო მეტი ყურადღება დასჭირდეს, ვიდრე რაღაც ყოფით მაგალითად ემოციებს, რომელიც ყოველდღიურად ისედაც გვიჩნდება ხოლმე. თუ ემოციები დაგროვდა ბევრი, მერე რა ხდება? გააჩნია რომელი ემოცია გროვდება. ეგრე შეიძლება დეპრესიაგან მივვითარდეს, იმიტომ რომ კონკრეტული ემოცია, ანუ ჩემი სევდა, იმდენად დავაგროვე და არანაირი გასაქანი არ მივეცი, რომ საბოლოო ჯამში ვარ დეპრესიაში მაგალითად, ხო? ან შესაძლოა მოხდეს კიდე ბევრი სხვა რამე იმის მიხედვით კონკრეტულად რა ემოციის დაგროვება ხდება და რომელ ემოციასთან მიჭირს კომუნიკაცია და ურთიერთობა. თუ მიზანი არის ის, რომ ვიღაცა გამოვიწვიო და ამიტომ მე თვითონაც ვთქვათ ძალიან აგრესიული და გამომწვევი ვარ და ექსპრესიული ვარ, გასაგებია ის ნაწილი კონკრეტულად რის გამოკეთდება და უკვე დამოკიდებულია მეორე მხარეზე, რამდენად მიხვდება ამ მიზანს და ვთქვათ ამ მოდით მახეს დავარქმევდი, ამ მახეზე არ წამოეგება, ხო, ასე ვთქვათ. თუმცა არის ასევე მნიშვნელოვანი ის ფაქტიც, რომ ბრაზი ხშირად არის ძალიან ისეთი თვალსაჩინო არის რა, რომ მაგალითად მუშტები მაქვს შეკრული, სახეზე გაწითლებული ვარ, ესეთი რაღაცით ვიყურები, ხმას ავუწიე, ვიგინები, რაღაცას ვაკეთებ. ანუ ეს არის რაღაცა, რაც თვალსაჩინოა და გარედან ჩანს, მაგრამ ამის მიღმა რა ხდება? უსამართლოდ მომექცნენ, უპატივისცემლობა გამოიჩინეს, რა ვიცი, შეურაცხყოფა მომაყენეს. გონია რომ ასე მოხდა ყოველთვის ესე ჩვენ ემოციებში გაგწევთ მე მგონია რომ შემოწმულაც არ არის ასე. კი ბატონო, იმიტომ რომ შესაძლოა იყოს დაგროვილი აი ეს არაცნობიერი რაღაცა გამოცდილებები, რომელსაც ბოლომდე ვერ ხვდები. ან სუბიექტურია. დიახ, სუბიექტურია. ამიტომ დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ამისი საფუძველი რა არის, რომ მე ეს გავიგო. იმიტომ რომ ბრაზი გარედან ჩანს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რა ხდება, ჩვენ სიღრმეში არ ჩავდივართ და არ ვიგებთ იმას, ამისი საწყისი რა იყო. ან ვერ ჩავდივართ, შესაძლოა ეგეც იყოს და უბრალოდ გარედან ჩანს, რომ ადამიანი ასე არაადეკვატურად იქცევა მაგალითად და ეს არის პრობლემა, მაგრამ როგორ მივიდა ამ არაადეკვატურ მდგომარეობამდე ზუსტად ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ნუ პირობითად გითხრათ, ახლა რა ვიცი, ანუ ბრაზის შემთხვევაში პირიქით ყველაზე მნიშვნელოვანი თუ მართვა გვინდა ამისი არის ის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ის რომ მაქსიმალურად გადავიდეთ აქტიურ მოსმენაზე, რომ რას მეუბნება ადამიანი, რისი თქმა უნდა და სახელდება ვახსენეთ ჩვენ და რომ ვეცადოთ ამ ემოციის სახელდებას, იმიტომ რომ შესაძლოა ის ადამიანი ვერც ხვდება რომ გაბრაზებულია და მცირე პატარა ნიშნება რომ მე ვფიქრობ ახლა რომ შენ გაბრაზებული ხარ, შეიძლება სიტუაციას ძალიან განმუხტავდეს და აძლევდეს იმ მეორე ადამიანს იმის საშუალებას რომ დაიწყოს საუბარი იმაზე რომ ხო მართლა გაბრაზებული ვარ და კონკრეტულად ეს ბრაზი რაღაციდან გამომდინარე მოხდა. რამე ოქროს წესი არსებობს, როდესაც ანუ ეს ჩვეულებრივ ბრაზი არ საუბრობ, არსებობენ მანიპულატორი ადამიანები, რომლებიც ფსიქოლოგიურად ახდენენ მეორე ადამიანზე, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად, რომ მისი ემოციები დაჩვენონ, ხო? და ხშირად არის შემთხვევა, რომ აი მე ხლა თავს მოვიკლავ თუ ან არ მომწენ, ის პირად ურთიერთობებს ვერ საუბრობ, რა, ჩემს პრაქტიკაში ბევრი ყოფილა პროფესიული კუთხით და მაინტერესებს. არსებობს რაიმე ოქროს წესი, რომ გავანეიტრალოთ თუნდაც მანიპულატორი, რომ არიან ბევრი, ვინც მართლა იკლავს თავს, პირობითად ვამბობ, მაგრამ არის ვინც ამას უბრალოდ ემოციურად აკეთებს. რამე ოქროს წესი თუ არსებობს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში გაანეიტრალოს ამ ადამიანმა მისი ემოცია, არც გაიზიანოს პირობითად და არც რაღაცა რეცეპტი. ხო, აი რაღაც ოქროს წესი, რომ თავი დაიცვას იმ კონკრეტულ მომენტში. ალბათ იმედგამაცრუებელია ეგეთი რეცეპტი არ არსებობს. ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ ვიცი, სასამართლო ფსიქოლოგია ცალკე სპეციალობაა და მიმართულება, ვთქვათ, ეს არის ადამიანი, რომელიც კარგად ფლობს, უნდა ფლობდეს ყოველ შემთხვევაში ადამიანის ფსიქოტიპის შესახებ ინფორმაციას და ვთქვათ, დიაგნოსტირება უნდა შეეძლოს კარგად კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე, ხო, მაგალითად. ამიტომ ნახეთ, ერთი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნებისმიერ სიტყვას მე ახლა თავს მოვიკლავ
შეიძლება ვიღაცამ ხუმრობით შეხედოს და თქვას, რომ ეს არის манипуლირება, მაგრამ აფექტის მდგომარეობაში ვერავინ ვერ გეტყვით, რომ ან იმდენად ვიწროვდება აზროვნება და ეს რაციონალური მხარე და ადამიანი ვეღარ ხედავს ვერაფერს კონკრეტული რაღაც ობიექტის გარდა, რომ შესაძლოა საფრთხის განსაზღვრა ვერ მოხდეს. თავისთავად თვითონ მიზანი იყოს манипуლატორული ქცევის მიზანი, მაგრამ ამის მიუხედავად, იმიტომ რომ რაღაცები ვერ განსაზღვრა ადამიანმა და ეს ცნობიერებაც დაებინდა, მოხდა ძალიან ცუდი რამე მაგალითად, ხო? ამიტომ მანდ ესე გითხრათ, რომ ოქროს წესი რაღაც არსებობს და ვიღაც манипуლირებას შეძლებს ან ვერ შეძლებს, არის უკვე დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად შემიძლია ადამიანის გავიგო, რამდენად ვცნობ იმ მომენტში რას აკეთებს და რამდენად აქვს რესურსი კონკრეტულად ნამდვილად რომ რაღაცა მოიმოქმედოს იმ მომენტში, რომ ნახეთ არის შემთხვევები რომ ფანჯრის რაფაზე რომ ავხტე ახლა და გითხრათ რომ თავის მოკლა მინდა მაგალითად და საერთოდ არ მინდა მაგრამ ფეხი დამიცდა ამას ვინ განსაზღვრავს ანუ შეიძლება მეც არ მინდოდეს და манипуლირება მინდოდეს იმ მომენტში მაგრამ მოხდეს რაღაც უბედური შემთხვევა რომელსაც ვერავინ წინასწარ ვერ განსაზღვრავს კი ბატონო მაგრამ როდესაც პირობითაც თქვენ მაგალითად რომ ვარ ხო ფანჯრის მინასთან წვები უკვე სერცაში გადავარდეს აი ამ დროს მე რა უნდა გავაკეთო რომ მისი ემოცია მინიმუმ ან გავანეირო ან დავსრულო თქვენ საქმეში შედის ეგ ამბავი პირდაპირ რო გკითხოთ ანუ თქვენ კონკრეტულ კონტექსტში ეხება მაგ სიტუაციას რა მე ვსაუბრობ ადამიანებზე რომლებიც მაგალითად ქალები ხშირად მოხდებიან რომლებიც მეუღლის მხრიდან არიან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და ხშირად რჩებიან იქ რომ ვერ მოდიან იმ ურთიერთობიდან იმიტომ რომ манипуლატორი საკმაოდ კარგად იცნობს მის ფსიქიკას და ასე ვთქვათ ძალადობს ასეთი ფორმულირებით რომ თავს მოვიდა ასე ვიზავისეთ ან მაინტერესებს მე უბრალოდ გარდასამართლებელი კონსულტაციისა ხშირად გინდა არ გინდა მიწევს ფსიქოლოგიურად რაღაც რჩევა მიცე ელემენტი. ანუ თუ არსებობს რაღაც ასეთი ფორმა, მე ხარ ფსიქოლოგია რომ გავანეიტრალო ამ შემთხვევაში მეორე მხარის ემოცია, რომ როდესაც ის თუნდაც აგრესიულია, აღარ გავამწვაო და გავერიდო იმ სიტუაციაში, შემთხვევაში როდესაც ჩხუბის დროს მეორე მხარე მდუმარე პოზიციაშია, აგრესორს უფრო აღიზიანებს. და ამ დროს ასეთი მდგომარეობა რა შეიძლება უბრალოდ რომ გავაკეთო სიტუაცია რომ მინიმუმ იმ მომენტში გავაჩერო და აღარ გავამწვავო. კარგით, ნახეთ ეს ძალიან ინდივიდუალური кейსია, რომელზეც ნახეთ რაღაც შემთხვევაში შეიძლება თქვენი მთავარი მოვალეობა, ასე ვთქვათ, იმ მომენტში იყოს მხარდაჭერა, რომ იმ ადამიანის მხარდაჭერას სცადოთ, მაქსიმალურად რამდენადაც შეგიძლიათ, თუმცა ყოველთვის არსებობს ზღვარი, რამდენად ეს თქვენთვისაც არის დატევადი, იმიტომ რომ პროფესიიდან გამომდინარე შეიძლება იმდენად ბევრი იყოს ეს ყველაფერი, რომ აღარ შეგეძლოთ და თქვენს რესურსებს ძალიან კარგად უნდა საზღვრავდეთ და სწორი მიმართულების მიცემა, იმიტომ რომ ძალადობის მსხვერპლ ადამიანს ყველა შემთხვევაში სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და კონკრეტულ სისტემაში ყოფნა, იმიტომ რომ ეს არის მულტიდისციპლინური გუნდი და არ არის მარტო ფსიქოლოგი, იქ ჩართულები არიან სხვა სპეციალისტებიც, რომლებიც მუშაობენ ამგვარ кейსებთან. ამიტომ მანდ ნახეთ, თუ თქვენ მხარდაჭერა შეგიძლიათ, რომ მოусმინოთ მისცეთ ემოციების ვენტილაციის საშუალება, გაქვთ რესურსი რომ დაიტიოთ მისი ეს ყველაფერი, კი ბატონო, თუმცა აუცილებელია იზრუნოთ თქვენს უსაფრთხოებაზეც, იმიტომ რომ მსგავსი ისტორიების მოსმენა, მსგავსი кейსების ხშირად ნახვა და გამოცდა შეიძლება ძალიან მძიმე იყოს თქვენთვისაც, ამიტომ მაგ რესურსების განსაზღვრაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ საქმეს ასრულებთ და კარგი პროფესიონალი ხართ, რამდენად ზრუნავთ თქვენს ემოციებზეც და რამდენად ხართ ცნობიერი იმის, რომ თუ მე გადავიღალე და გადაწვა მაქვს პროფესიული, გავჩერდე. რა მაინტერესებს აი ბავშვობაში იმ დროს როცა ეს ინფორმაცია არ მქონდა აი მაგ დროს გამოუხატავი ემოციები ხო დაგროვდა და როგორ შეიძლება რომ დღეს გამოვათავისუფლოთ თუ არ შესაძლებელია ეგეთი რამე მე მგონი ფსიქოთერაპიაზე საუბრობთ თქვენ, იმიტომ რომ ეს მთელი ეს დაგროვილი ამბავი, რომ ასე ვთქვათ, გაცნობიერდეს და გამოთავისუფლდეს, ამას თერაპია ემსახურება, რომ თქვენ ეტაპობრივად გაიაროთ მთელი ის რაღაც გამოცდილებები და მეხსიერება, ასე ვთქვათ, გადაათვალიეროთ და ნახოთ კონკრეტულად რა დარჩა თქვენთვის იქ მნიშვნელოვანი, რა იყო ძალიან გრძნობიარე და სენსიტიური, რამ დატოვა გარკვეული კვალი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მარტივად ეს ვერ მოხდება.
ფსიქოთერაპიაც საკმაოდ ისეთია ხანგრძლივი პროცესია და რეალურად შეიძლება რომ გქონდეთ კონკრეტული მიზანი, მაგალითად ზოგიერთი ადამიანი ამბობს ხოლმე რომ ბავშვობის რაღაცაზე მინდა მუშაობა და კონკრეტულად ამით მიდის მაგალითად ფსიქოთერაპევტთან ან რაღაცა სხვა მიზანი აქვს რომ ამჟამად აქვს რაღაც კონკრეტული საკითხი და იმაზე სურს მუშაობა. ამიტომ ეგ თერაპიის ნაწილია, რაც შეიძლება რომ დაგეხმაროთ. ესე მარტივი არ არის, რომ შემეძლოს გეტყოდით რამე ხერხს, მაგრამ მადლობა და ერთი კითხვაც მაქვს, თუ შეიძლება, აი თქვათ რაღაც მოვლენა მოხდა. ეს მაგალითად და განცდა დამჭა, რომ ემოცია ვერ გამოვხატე. და აი როგორ შეიძლება რომ თქვათ ან გამედაობა არ მეყო იმ კონკრეტულ მომენტში ან რაღაც პაუზა ავიღე რომ ურთიერთობა არ გახუჭებულიყო ან ნებისმიერ მიზეზით. და ნუ ეს წავედი რა ის იმ კონკრეტულ სიტუაციაში აღარ ვარ და ნუ განსამართლო ემოცია დამჭა გამოსახატავი და აი რამე ტექნიკა თუ არსებობს რომ რაღაცნაირად შევძლო და რაღაც იმდენამდე არ მივიდე რომ სიტყვაზე დეპრესია განმევითარდე. ნამდვილად იცით რომ გინდოდათ იმ ემოციის გამოხატვა, ხო სწორად მივხვდი. ნუ აი მაგალითად გავბრაზდი და პაუზა ავიღე და ნუ ეს ფრაზა არ გამოვხატე. გადავადებულად გამოხატვა თქვენი აზრით დაგეხმარებათ? იმ წამსვე არა, მაგრამ ცოტა მერე რო გამოხატოთ. პირობითად შეიძლება მაგას დააკვირდეთ, რამდენად შეიძლება რომ იმ მომენტში თუ გიჭირთ, გამოხატოთ რაღაცა პერიოდის შემდგომ. ან კონკრეტულად შეარჩიოთ, ზოგადად რომ მივარჯიშოთ ემოციის გამოხატვაში, შეარჩიოთ ადამიანი, რომელთანაც ეს უფრო მარტივად გამოგივათ, იმიტომ რომ შეიძლება იმ კონკრეტულ ადამიანთან არ გამოგივიდათ, ვის მაგალითსაც მაგალითად ეხლა იხსენებთ, ამიტომ თუ ვინმე სხვა გეგულებათ, ვისთანაც შეიძლება უფრო მარტივად გამოვიდეს ემოციის გამოხატვა, ჯერ იმასთან სცადეთ და აკვირდით თქვენს თავს და მერე მაგალითად ეცადეთ რომ უკვე განაზოგადოთ ეს და სხვა ადამიანებზეც გადაიტანოთ რომ მოდი ახლა სხვაგანაც გავაზიარო მაგალითად და ვნახო ამას როგორი უკავშირი მოყვება. და ასევე მნიშვნელოვანია თვითონ ფორმაზე რომ დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება რომ ეს ემოცია გამოხატოთ. მაგალითად სიტყვებით არის შესაძლებელი? უბრალოდ რომ გეთქვათ რომ იცი რა მე ახლა გავბრაზდი. ანუ რაღაცა მოხდა და ჩემი უკავშირი არის ის რომ იცი რა მე ახლა ვბრაზდები, იმიტომ რომ შენ ასე და ასე იქცევი. რამდენად მისაღებია მაგალითად ეგ ფორმა თქვენთვის, იმიტომ რომ ზოგადად უფრო სწორი ფორმა არის ხოლმე აი ეს რომ ვერბალურად დავასახელოთ და ავღნიშნოთ რაღაცა ემოცია დავაკავშიროთ რაღაცა საქციელთან. ძალიან კაი სათაურო ემოციური ჰიგიენა და რაღაც ჰიგიენა ძალიან მუდმივი რომ რაღაცა 3-4 რჩევა თქვათ რომ აი ყოველდღიურად შემოგვიდა ადამიანს რას გვირჩევა. ძალიან ისეთი ცხოვრება არის რომელზე ვთქვი და თქვენ რჩევა რა იქნება? ყოველდღიური სამი ნახეთ ერთი რჩევა მექნებოდა ის რომ ყოველ დღე გამოყოთ რისი მადლიერი ხართ. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად გვახასიათებს რომ აი მიდის დღეები რა, თითქოს ესე რაღაც ერთნაირად. ამ დროს ყოველ დღე ხდება რაღაცა, რისი მადლიერით შეიძლება რომ ვიყოთ და ამისი აღნიშვნა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ზოგადად მიდრეკილება გვაქვს რომ უფრო ნეგატიურ რაღაცებზე ვიფიქროთ, ცუდი რაღაცები შევნიშნოთ და პოზიტიური თითქოს თავისთავად უნდა ხდებოდეს და ამას ყურადღება არ სჭირდება. ამიტომ პირობითად ფსიქოთერაპიაში ესეთი ტექნიკაც არსებობს, მადლიერების დღიური არსებობს, სადაც შეიძლება ადამიანს პირდაპირ უთხრათ, რომ ყოველდღიურად შეიძლება ჩაინიშნო, რისი მადლიერი იყავი. ოღონდ კიდე უფრო მეტად კარგია, თუ ამ ყველაფერს თქვენს თავზე მიმართავთ. ანუ ნახეთ, იმის მადლიერი კი არ ვარ, რომ დღეს კარგი ამინდი იყო. ესეც ძალიან კარგია, მაგრამ მე თვითონ ჩემს თავს რაზე შეიძლება ვუთხრა მადლობა. რა გავაკეთე ესეთი, რა მოვიმოქმედე, რა ვიფიქრე, რა იყო ესეთი რაღაცა, რაც ძალიან მომეწონა, რის გამოც შეიძლება რომ უშუალოდ ჩემს თავს უთხრა მადლობა და ამით ვიყო ბედნიერი მაგალითად. მეორე ნაწილი, რაც შემიძლია გირჩიოთ, ისევ და ისევ იქნებოდა ის, რომ თქვენს ემოციებს ეცადეთ, რომ უფრო მეტად მოусმინოთ. ანუ კონკრეტულ დღეს მაგალითად რაღაცეები თუ ხდება, ნუ უგულებელყოფთ და უყურადღებოთ, ნუ დატოვებთ და არ ჩათვალოთ, რომ არაუშავს, ანუ გადაივლის რაღაცა პერიოდი და ეს აღარ შემაწუხებს ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ ზუსტად ეგრე ხდება მერე აი ამ ემოციების დაგროვება. ამიტომ თუ რაღაც არის მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ამას მიაქციოთ ყურადღება. და რა თქმა უნდა, ასევე, რა ვიცი, გირჩევდით მაგალითად იმასაც, რომ დაფიქრდეთ თქვენს
ძლიერ მხარეებზე რა არის თქვენი ძლიერი მხარე. რა გამოგდით კარგად. რითი შეიძლება რომ იამაყოთ მაგალითად თქვენი თავის შესახებ, რა მოგწონთ თქვენს თავში ძალიან, იმიტომ რომ ესეც ძალიან გვავიწყდება ხოლმე ადამიანებს და აქაც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ვიყოთ უფრო მეტად თვითკრიტიკულები, მაგრამ მთლად რაღაც დაუკრეფავშიც არ უნდა გადავიდეთ, რომ სულ კარგი წარმოდგენა გქონდეს ჩვენს თავზე და ვთქვათ რაღაცა რაც არ გამოგდის, ამას არ ვაღიარებდეთ, ხო? და აი ამ ბალანსის დაცვაში თუ შეგიძლიათ თქვათ და ენდობით თქვენს თავს და სხვა ადამიანებიც გიმყარებენ ამას, რომ რაღაცეები გამოგდით, ასე ვთქვათ, რომ დაასტაბილუროთ, ძალიან კარგია. ან დასვათ ხოლმე აი დაახლოებით მსგავსი შეკითხვა, რაც თქვენ თქვით, რატომ ან როგორ და კონკრეტულად თქვენს თავს კითხოთ ხოლმე ყოველ დღე რაღაცა რომ მოხდა, როგორ მოხდა. თქვენ რო რაღაც გააკეთეთ, აი ამისი პროცესი როგორი იყო, როგორ მიხვედით იმ რაღაცამდე, რომ ცოტა უფრო მეტად აი ეს თვითრეფლექსირების ამბავი წამოვიდეს წინ, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ ემოციებთან კომუნიკაციაში და ემოციების მართვაში. დანარჩენი ნაწილი ახლა რო ჩამოვყვე, რო კარგად დაიძინეთ და კარგად ეს ისედაც იცით, ამიტომ პირველ რიგში საკუთარ თავში გქონდეს გაცნობიერებული და მიღებული ის ყველაფერი, რაზეც მე უკვე სხვა ადამიანს უნდა დაეხმარო, ასე ვთქვათ და მხარი დაუჭირო. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ინტერვიზია, სუპერვიზია, რაც თერაპიაში არის მნიშვნელოვანი და რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი მხარდაჭერა კოლეგებისგან, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში გვეხმარებიან, რომ გავუმკლავდეთ რაღაცა შემთხვევებს, რომელიც შესაძლოა რომ რთული იყოს და აქვე აღვნიშნავდი იმას, რაც მანამდე თქვენ გიპასუხეთ რესურსების განსაზღვრა. შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა, რომელიც არ შემიძლია რომ მართო და მე უნდა მქონდეს იმხელა რესურსი და იმდენი ეთიკური, ასე ვთქვათ, ნორმა ჩემს თავში, რომ უარი ვთქვა და ვთქვა, რომ ბოდიში მე შენ ვერ დაგეხმარები. და მესმის, რომ მოხვედი და გამიზიარე შენი ამბავი, მაგრამ უმჯობესია, რომ წახვიდე სხვასთან, იმიტომ რომ მე უბრალოდ არ მაქვს რესურსი, რომ დაგეხმარო და ტყუილად დავხარჯავთ დროს, რესურსებს და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ეს არის ძალიან წმინდა პროფესიული და ეთიკური ნაწილი, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს თვითონ ფსიქოთერაპევტი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე კონკრეტული ეს რესურსებზე, როდესაც ვსაუბრობ, ნახეთ, ჩვეულებრივად რაც ვიცით, რა არის, ანუ სრული განაკვეთი არის 8 საათი მუშაობა, ხო და 1 საათი დასვენება. ფსიქოთერაპევტი ასე ვერ მუშაობს, ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ 8 ადამიანი მიიღო, 8 ადამიანს ესაუბრო, 8 ადამიანის ისტორია მოისმინო და დღე დახურო. ამიტომ იქ არის კონკრეტული ლიმიტები, რამდენი დღე მუშაობ და რამდენი ადამიანს იღებ ყოველდღიურად თერაპიაზე, იმიტომ რომ ესე რაღაც ვერ იქნება, ხო, რომ მივიღე გავუშვი. იმ ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი ემოციური და ინტელექტუალური რესურსი, რომელიც მე ანალიზდება და შეიძლება კლიენტიდან კლიენტამდე იყოს 1 საათის შუალედი იმისთვის, რომ მე შევძლო გათავისუფლება იმისგან, რაც მანამდე მოხდა და იმისთვის ფორმის მიცემაა საჭირო. ანუ რაც მე მოვისმინე და მივიღე, რა იყო ეს. და რა ფორმა უნდა მივცე და გეგმა უნდა მქონდეს მე როგორ მუშაობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხო? ამიტომ ძალიან ისეთი დიდი პროცესია, ხა რომ მივყვე ბევრ რაღაცას გეტყვით, ამიტომ უკაცრავად ვერ გავიგე. რო ადამიანურ ურთიერთობებში. აი თქვა დააწმაათ ბლოკირების ეგ არ გამოდის, ანუ მე ჩემი ოჯახის წევრებისთვის ფსიქოლოგი ვერ ვარ, პირდაპირ გეტყვით, ანუ ეგ თემა არ გამოდის. ბლოკირება რა დისტანცირება ემოციურად თან გრძნობ, მაგრამ თან რო არ დაილეკოს, ანუ და ვერ ვიცით რა გაგდა. აი ტოქსიკური ადამიანების შესაძლო და რო ვერ უკლავდება. ეგ მაგალითად ოჯახის წევრი კაცი, რომელიც სულ და აი შენ რაც უნდა ბედნიერი იყო გიშხამებს რა, ეგ ვარიანტი როგორ და გაიცოდი ცოტა სპანელი. აი ნუ მივხვდი მაგრამ ამ მერას ვთქე რომ რატონე აი ადამიანს ჭაობში როგორ წერდა ჯობით როგორ დიახ დიახ აი მაგის ბლოკირებას როგორ ახდენთ და სადამდე მიიღებთ ის საზღვრები არის რაც გითხარით ნახეთ მე თუ ჭაობში ჩავყევი არც იმას ეშველება და არც მე ამიტომ მე ისიც უნდა ვიცოდე სადამდე შემიძლია ანუ მაგას გულისხმობ თუ მე ეს არ შემიძლია თავიდანვე უნდა ვთქვა რომ არ შემიძლია და პირდაპირ ის წარმოდგენაც რომ ფსიქოთერაპევტი ვიღაცის ტყავში შედის ანუ ეგეც ბოლომდე სწორი არ არის იმიტომ რომ ხო, ბოლომდე სწორი ეგრე არ არის, იმიტომ რომ მაინც და მაინც ნახეთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვერ გვიმუშავია, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერი ტრავმული გამოცდილება მქონდეს გამოვლილი
და მერე ვახერხებდე მუშაობას. ანუ ესე ხო ვერ იქნება, ამიტომ მაინც და მაინც ის რომ მე ჩემს ტყავზე გამოვცადე და მე ძალიან ემპათიური ვარ და ამიტომ ვეხმარები, არ არის სწორი წარმოდგენა. და ძალიან ემპათიურობაც არ არის სწორი წარმოდგენა, იმიტომ რომ თერაპიაში მე თუ ძალიან ემპათიური ვარ, შეიძლება უარესი გავაკეთო. ანუ რაღაც შემთხვევაში ადამიანს სჭირდება იმის თქმა, რომ შენ ახლა ემპათია არ გჭირდება. და თავს მაცოდებ მაგალითად და თავს კი არ უნდა მაცოდებდე მაგის ნაცვლად რაღაც სხვა უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ეს ძალიან ისეთი წმინდად ემპათიური რაღაცა ისა თერაპიული ნაწილებია, რომელსაც ესე პირდაპირ ვერ ავხსნი, რომელიც უნდა იცოდე უშუალოდ შენი ცოდნიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი რამე არის გამომუშავებადი ასევე უნარი, რომელიც ზუსტად აი ეს წლობით და მთელი ცხოვრება რო სწავლობ, მაგ პერიოდში მუშავდება, ასე ვთქვათ და თანდათანობით უფრო, ასე ვთქვათ, შეიძლება რომ ისეთი იყოს დახვეწილი. ემოციურად გააჩნია რა თვალსაზრისით, ანუ არც ემოციისგან ხარ მთლიანად დაცლილი, მაგრამ არც ემოციებით ხარ სავსე, იმიტომ რომ თუ მე ემოციებით შევედი თერაპიულ შეხვედრაზე, ვერ დავეხმარები იმ ადამიანს. ანუ ემპათიური ვარ, მაგრამ ამ ემპათიურობამ ადამიანის ემოცია არ უნდა გადაფაროს. ანუ ნახეთ, თქვენ თუ რამე თქვენს ტრავმულ გამოცდილებას მიყვებით და ამ დროს მეც ტირილი დავიწყე, იმიტომ რომ ემპათიური გავხდი, ვერ დაგეხმარებით ვერანაირად და ზუსტად მან იგულისხმება ის, რომ მე ჩემი რაღაც უნდა მქონდეს დამუშავებული, რომ მე თქვენი დახმარება და გაძლიერება შევძლო. და არა მარტო ჩემი, ანუ ზოგადი რაღაცა საკითხები. მაგიტო არსებობს კონკრეტული თემები, თქვენ პასუხს რომ აი კითხვას დავუბრუნდე, ყველა თემაზე ფსიქოლოგი ვერ მუშაობს, ანუ ესეთი ფსიქოლოგი, რომელიც ყველა ასპექტის პრობლემაზე ერთიანად იმუშავებს, ჩემს წარმოდგენაში ყოველ შემთხვევაში არ არსებობს, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველა თემასთან იმდენად კარგი სპეციალისტი იყო, რომ იმუშაო. ამიტომ არის რაღაცა კონკრეტული თემები, რომელთანაც მუშაობენ სპეციალისტები და არის კონკრეტული ჯგუფები, მაგალითად ადიქციაზე, ცალკე ადიქტოლოგები არიან და ფსიქოლოგები, რომლებიც ამ მიმართულებით არიან. ცალკე კიდე რაღაც მიმართულებაა და ასე შემდეგ. ამიტომ ეგეც არის რაღაც ნაწილი, რაც უნდა იცოდეს ფსიქოლოგმა, რაზე მუშაობს და რა მიმართულების სპეციალისტია.